საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგას. ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, რეგულაციები, განახლებადი ენერგიების სწრაფი განვითარება, მომხმარებელთა უფლებების გაძლიერება და ქვეყნის მზარდი საერთაშორისო როლი. ეს იმ საკითხების ნაწილია, რომელებიც ენერგეტიკის სფეროს მომავალს განსაზღვრავს. ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან ერთად. მოგესალმებით ბატონო დავით, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით დღემშვიდობისა, მივესალმებით ტელემაყურებლებს. ბატონო დავით, გარკვეულწილად მიმდინარე წელი რო შევაჯამოთ, რა იყო ეს სიახლე მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ გამოყოფდით და როგორ გამოიყურება არსებული სტატუსი დღეს ენერგეტიკის სექტორის? ჩვენ მიმდინარე წლის პირველ ნახევარზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ვინაიდან 6 თვე უკვე გავიდა და გვაქვს გარკვეული მაჩვენებლები, გარდა ამისა გვაქვს ის ტენდენციები, რომელიც ენერგეტიკის სექტორში შეინიშნება. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის, რომ საკმაოდ ისეთი უხნალიქიანი გაზაფხულის პერიოდი გქონდა, აქედან გამომდინარე ჰიდროგენერაციის ობიექტებზე გამომუშავება მაქსიმუმზე იყო, შესაბამისად ქვეყანა სრულად საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით იყო უზრუნველყოფილი, მწვანე ენერგიით იყო უზრუნველყოფილი, ძირითადად ეს იყო ჰიდროენერგია, გარდა ამისა ქარის ენერგია და შედარებით მცირე მოცულობით მზის ენერგიის შემოსვლაც ჰქონდა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში. მოხმარება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე გაიზარდა. ასევე ცხოვრების დონის გაუმჯობესება ზარდის ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნას, აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის 6 თვე რო შევადაროთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შეინიშნება ელექტროენერგიის მოხმარება. ორი მთავარი ახალი მომხმარებელთა ჯგუფი არის ძირითადი, სადაც ყველაზე მეტად სექტორულ ჭრილში იზრდება მოხმარება. პირველ რიგში ეს არის ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობები, ვინაიდან სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყანაში ელექტრომობილების რიცხვი, ეს იწვევს მოთხოვნას ელექტროენერგიაზე და შესაბამისად ზრდის ამ სექტორის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას. მეორე სექტორი ეს არის ციფრული ტექნოლოგიები, ბლოკჩეინები, თანამედროვე IT და სერვერული ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. კრიპტოვალუტის წარმოების ჩათვლით, თუმცა არა მხოლოდ კრიპტოვალუტის წარმოება, არამედ ქვეყანაში სერვერული სივრცეების შექმნა. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ისეც არის, რომ ჩვენთან შედარებით იაფი ენერგია გვაქვს ქვეყანაში, ვიდრე მაგალითად ვთქვათ ევროპის ქვეყნებში ან ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მოგვიწია ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდამ, მაინც ჩვენს რეგიონში ერთ-ერთ ასე ვთქვათ სატარიფო თვალსაზრისით კონკურენტუნარიან ქვეყანად ვრჩებით, თუ არ ჩავთვლით აზერბაიჯანს, რომელსაც თავისი რესურსების სიუხვიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენზე იაფი გქონდეს ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ფასი. ყველა სხვა და ნაწილობრივ თურქეთი, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით საქართველოს აქვს შედარებით იაფი ენერგეტიკული რესურსები და ვახერხებთ იმას, რომ ტარიფების ზრდა გაკეთდეს ისეთნაირად, რომ ერთის მხრივ სექტორში რა ინვესტიციების საჭიროებებიც არის და რა აუცილებელი ხარჯებიც არის, ის იქნას დაფარული და მეორე მხრივ ეს ტარიფი იყოს ხელმისაწვდომი და ამავდროულად კონკურენტუნარიანი. თქვენ ტარიფების და ახსენეთ და ამაზე თქვენ ხშირად გისაუბრიათ, რა იყო ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები, თუმცა არსებული მოხმარებიდან გამომდინარე, მზარდი მოხმარებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ან რამდენად გათვლადია, რომ მიმდინარე წელს მომატებული ტარიფი შენარჩუნდება და უფრო მეტად მომატებას ხარ უნდა ელოდებოდნენ მოქალაქეები? შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ტარიფების მომატება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფების დადგენის დროს გაითვალისწინა სხვადასხვა ფაქტორები, გამომდინარე ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიიდან და მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან. პირველ რიგში ტარიფების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ეს იყო მომდევნო პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციები. ჩვენ ეს ინვესტიციების მოცულობა დავამტკიცეთ 5 წლიანი პერიოდისთვის, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში
რეგიონებში, აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად უნდა გაუმჯობესდეს ამ ტარიფების პირობებში და მომხმარებელმა ეს უნდა იგრძნოს, ანუ ავარიები უნდა შემცირდეს მომხმარებლებისთვის. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ, ეს არის ის აუცილებელი საოპერაციო ხარჯები, რომლებიც გააჩნიათ კომპანიებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როცა აუდიტი ჩავატარეთ, აუდიტის ფარგლებში გარკვეული ხარჯების შემცირება მოხდა, ეგრეთ წოდებული დაწურვა მოხდა. აქედან გამომდინარე, ამით ტარიფზე ზეწოლა შემცირდა და გარდა ამისა, ჩვენ ვითვალისწინებთ ენერგიის ფასების გარკვეული თვალსაზრისით პროგნოზსაც, თუ რა ფასია დღეს ენერგია, ანუ რა ღირს ენერგია და დაახლოებით რა იქნება ის მომდევნო წლების განმავლობაში, ამიტომ ჩვენ არ ველოდებით იმას, რომ 26, 27, 28 წლებისთვის, ანუ შემდეგი სამწლიანი პერიოდისთვის, რომ მოხდეს ელექტროენერგიის ფასების გაზრდა. მომხმარებელთა უფლებების დაცვა ახსენეთ და ამ მიმართულებით თქვენ რაც ახსენეთ, ეს რეგიონებში განსაკუთრებით გათიშვები საკმაოდ კრიტიკულია. ჩვენ მაყურებლებს იქნება საინტერესო, აი საიმედო უსაფრთხოებისთვის და ამის გამართულად უზრუნველყოფისათვის რა ბერკეტი აქვს CEMEX-ს? ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მიწოდების საიმედოობა და ხარისხი ბევრგან უჩივიან ავარიებს და ბევრგან უჩივიან განსაკუთრებით რეგიონებში ძაბვის ხარისხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციები, როცა დავამტკიცეთ ენერგოპროცესში, გათვალისწინებულია ის, რომ სადაც ავარიებია, ანუ კრიტიკულ მდგომარეობაში, სადაც არის ინფრასტრუქტურა, ეს ინფრასტრუქტურა უნდა გამოიცვალოს. ეს იქნება გადამცემი ხაზები, ეს იქნება ქვესადგურები, სატრანსფორმატორო პუნქტები, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი გადაიარაღებები იქნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმ საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ და იცით თქვენ და მომხმარებლებმა იციან, რომ CEMEX-ი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვებს და საშუალოდ ერთი გათიშვის აღდგენის დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სპეციალური კომპიუტერული სისტემის მეშვეობით ვაკვირდებით ამ ყველაფერს და წლიდან წლამდე უნდა გაუმჯობესდეს ეს მდგომარეობა, ვინაიდან ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია მოხდება. რეგიონებში ჩვენ სამწუხაროდ მთელი 10-15 წლის განმავლობაში, ანუ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ინფრასტრუქტურაში ფული არ ჩადებულა. პირიქით გაიძარცვა ინფრასტრუქტურა, ჯართად გაიყიდა და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს დღეს ვივკით ჩვენ. აქედან გამომდინარე, როცა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ინფრასტრუქტურა მიდიოდა უკან, ახლა ჩვენ გვჭირდება ის, რომ ეს მოძველებული ინფრასტრუქტურა რაც არის და გაძარცვული ხაზები, ხშირად პარალელები აღარ არის, როცა ერთი ქვესადგურიდან ითიშება დენი, მეორე ქვესადგურიდან ვერ მიეწოდება ცალკეულ დასახლებებს, ხო? ეს ყველაფერი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ავარიის არსებობის შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მისი აღდგენა, სწრაფად მოხდეს სხვა ქვესადგურზე, სხვა ხაზზე გადართვა და ასე შემდეგ. იქ სადაც ბოძები და სადაც გადამცემი ხაზები არის მოძველებული და კრიტიკას ვერ უძლებს, ხო? ისინი უნდა გამოიცვალოს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში დიდწილად მოხდება ამ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. ამიტომ ჩვენ მდგომარეობა უნდა გავაუმჯობესოთ ისეთნაირად, რომ შემცირდეს ავარიები და ძაბვის ხარისხი და იქნას უზრუნველყოფილი. ეს ეხება არა მხოლოდ რეგიონებს, არამედ დედაქალაქს. დედაქალაქს ცოტა უკეთესი მდგომარეობა იყო იმ თვალსაზრისით, რომ თავის დროზე თელასის შემოსვლის შემდეგ კეთდებოდა ინვესტიციები, მოხდა მოდერნიზაცია, თუმცა ბოლო წლებში თელასის ნაწილში შეინიშნება ავარიების ზრდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კომპანიას მივთითებთ იმას, რომ ჩაიდოს ინვესტიციები, მოწესრიგდეს უფრო მეტად გადამცემი ხაზები, აქაც ინფრასტრუქტურა, რომ გათიშვები იყოს ნაკლები. მომხმარებლებისთვის საინტერესოა ერთი სიახლე. CEMEX-მა გარკვეული წლების განმავლობაში დანერგა პრაქტიკა იუსტიციის სახლთან, თქვენ სხვადასხვა მიმართულებით თანაშრომლობთ კომუნალური ნაწილში და მელიორაციაც არის ახალი მიმართულება, ხო, დაემატა და შეუძლიათ ნებისმიერ იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია მათთვის მსგავს სერვისების გადატანა. გეთანხმებით, რომ ძალიან ამარტივებს მოქალაქისთვის ამ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რომ რაღაც დაჩქარებული წესით მიიღოს. თუმცა ეს რადგან სიახლეა, უფრო მეტი რო გითხრათ, ზუსტად რა სერვისებზეა საუბარი, ვის შეუძლია რომ გამოიყენოს და აუცილებელი არის თუ არა, რომ ადამიანი ან კონკრეტული მომხმარებელი ან იურიდიული პირი დარეგისტრირებული იყოს მელიორაციაში მომხმარებლად.
ძალიან მნიშვნელოვანია ის სერვისები, რომელიც ჩვენ იუსტიციის სახლთან ერთად დავნერგეთ, კერძოდ ის, რომ მომხმარებლებს ძალიან ბევრ სერვისზე არ ჭირდებათ კომუნალური კომპანიების ოფისში მისვლა, არ ჭირდებათ ის, რომ იდგნენ რიგებში და ასე შემდეგ. იუსტიციის სახლები ვინაიდან რეგიონებში საკმაოდ ფართოდ არის უკვე გავრცელებული და გარდა ამის არის მობილური იუსტიციის სახლებიც, მომხმარებლებს შეუძლიათ 15-ზე მეტი ოპერაცია სწორედ იუსტიციის სახლში გააკეთონ, როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე, წყალმომარაგებაზე და რამდენიმე დღის წინ ამას დაემატა მელიორაციის სექტორიც, ანუ სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების ნაწილი. იგივე საცხოვრებელი სახლის თუ ბინის გაყიდვის, გაქირავების, გადაფორმების შემთხვევაში ადრე თუ ცალ-ცალკე ჭირდებოდა მომხმარებელს ის, რომ სხვადასხვა კომუნალური კომპანიების ოფისში მისულიყო და აბონენტი გადაეფორმებინა, დღეს ეს ყველაფერი ბინის ან სახლის გადაფორმებისთანავე ან იჯარით გაცემისთანავე ხდება იუსტიციის სახლში. იუსტიციის სახლში შეუძლია მომხმარებელს დაწეროს განცხადება, საჩივარი გამოგზავნოს სემეგში, იმავე იუსტიციის სახლში შეუძლია მიიღოს პასუხი და ასე შემდეგ და ამას ახლა მელიორაცია დაემატა კერძოდ ფერმერებს, გლეხებს, რომელთაც ჭირდებათ მელიორაციასთან ხელშეკრულების გაფორმება, მორწყვის გრაფიკების შეთანხმება და ასე შემდეგ, მათ არ ჭირდებათ თბილისში ჩამოსვლა, მათ არ ჭირდებათ მელიორაციის ოფისში მისვლა, ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ იუსტიციის სახლების მეშვეობითაც და ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იუსტიციის სახლის სამწვანებლობასთან იმაზე, რომ მობილური იუსტიციის სახლებიც იმოძრავებენ რეგიონებში, განსაკუთრებით ამ მორწყვის პერიოდში და იქვე შეუძლიათ, ანუ მოსახლეობა იქნება გაფრთხილებული მელიორაციის მიერ, SMS-ები დაეგზავნებათ მოსახლეობასაც, ფერმერებსაც და პლუს სოფლერწმუნებულების მეშვეობით მოხდება მოსახლეობის ინფორმირება, სადაც იქნება იუსტიციის მობილური სახლები და იქვე შეეძლებათ მივიდნენ და ეს გრაფიკი შეათანხმონ, მოაწერონ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი და გააკეთონ ეს, ასე ვთქვათ, მინიმალურად აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურები. კიდევ ერთი სიახლე სულ რაღაც 2-3 თვეში თქვენ საქართველოს მასპინძლობს ძალიან დიდ ენერგეტიკულ ფორუმს, მარეგულირებლების ფორუმს. გარდა იმისა, რომ მსგავსი საერთაშორისო ფორუმები ძალიან უწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციას და ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციას. აი კონკრეტულად რა ბენეფიტი აქვს მსგავსი ღონისძიებების ჩატარება საქართველოსთვის, რომელსაც სურს, რომ იყოს მყარად პოზიციონირებდეს როგორც შუადერეფნის კონტექსტში, ასევე როგორც საერთაშორისო პარტნიორი. მიმდინარე წლის 22-23 სექტემბერს ჩვენ უმასპინძლებთ ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმს. საქართველოს როგორც მასპინძელი ქვეყანა შეირჩა 3 წლის წინ. აღნიშნული ღონისძიება 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და პირველი შემთხვევა, როცა საქართველოსთან პატარა ქვეყანა ზამდეს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება, ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამაზე, 2 წელიწადზე მეტი ვიმუშავეთ, რომ მოგვეპოვებინა ეს უფლებამოსილება. 1000-ზე მეტ მონაწილეს ველოდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, აქ იქნებიან როგორც მარეგულირებლები, ასევე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ინვესტორები. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს როგორც ქვეყნის გრადი ბიზნეს გარემოს პოპულარიზაციას და საინვესტიციო მიმზიდველობის პოპულარიზაციას, ასევე ხელს უწყობს ზოგადად ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და არის ძალიან კარგი პლატფორმა ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად. 150-მდე ქვეყანა მონაწილეობს როგორც წესი ამ ღონისძიებაში, იქნება როგორც გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ პირებსა და ბიზნესებს შორის ეგრეთ წოდებული B2B შეხვედრები, ასევე იქნება მასტერკლასები, ანუ გარკვეული სწავლებები ცალკეულ სიახლეებთან დაკავშირებით, როგორც არის ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ენერგეტიკაში და ასე შემდეგ, საკმაოდ საინტერესო თემატიკა შემოთავაზებული. ეს სწავლებები ღონისძიების დაწყებამდე 1 დღით ადრე ჩატარდება, 22 სექტემბერს ჩატარდება, ასე რომ საკმაოდ ისეთი საინტერესო
საინტერესო ღონისძიების მომსწრენი ვიქნებით. ძალიან ბევრი დაინტერესებული პირია, რომელიც ყოველდღიურად რეგისტრდება და მე უკვე ჩვენ უგზავნით მათ სპეციალურ მოწვევებს, დღესაც რამდენიმე მოწვევის წერილს მოვაწერებ ხელი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აინტერესებს საქართველოში ჩამოსვლა და ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.